ვინც ევროპაში ხშირად მოგზაურობთ, ალბათ შეგიმჩნევათ, რომ მიუსაფარი ცხოველები თითქმის არ გვხვდებიან. მე ბოლოს ავსტრიაში ვიყავი და ეს ჩემთვისაც ძალიან შესამჩნევი იყო. ამიტომ გავუწყდა მომეძიებინა ის პოლიტიკა, რასაც ატარებს ავსტრია მიუსაფარ ცხოველებთან მიმართებით. პირველი, რაც ვნახე, ეს არის ავსტრიაში მოქმედი ცხოველთა დაცვის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც შინაური ცხოველის მიტოვება არის სხლისამართლებრივი დანაშაული და შეიძლება გამოიყენოს მძიმე ჯარიმები და პატიმრობაც. ჯარიმა შეიძლება იყოს რამდენიმე 1000 ევრომდე, რაც დამოკიდებულია სიტუაციის სიმძიმეზე. ამრიგად, როგორც ვასწავლეთ, ადამიანები სანამ ცხოველებს იყოლიებენ, ზაობას გამოთქვამენ და ამის შედეგად ხდება მათი აყვანა. ამის გამოც მიტოვებულ ცხოველთა რაოდენობა ძალიან მცირეა. მეორე, ვენაში და მთელ ავსტრიაში ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს ცხოველთა თავშესაფრებთან და სამაშველო ჯგუფებთან ერთად, რათა შეამციროს მაწანწალო ცხოველების რაოდენობა სტერილიზაციას ან შვილად აყვანის კამპანიების მეშვეობით. არსებობს კანონი, რომელიც ხელს უწყობს ცხოველების მიკროჩიპირებას და აღრიცხვას, აქედან გამომდინარე ნებისმიერი მიუსაფარი ცხოველის დაკარგვა ავტომატურად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მარტივად ვიპოვოთ. მესამე, რაც ზემნის შედეგად აღმოვაჩინე, ეს არის ცხოველთა დაცვის ასოციაცია. ეს ორგანიზაცია მართავს ვენაში ცხოველთა ერთ-ერთ ყველაზე დიდი თავშესაფარს, რომელიც ყოველწლიურად ეხმარება ათასობით უსახლკარო ცხოველს. ისინი მაწანწალო ცხოველებს რეაბილიტაციაში ეხმარებიან, უწევენ ვეტერინარულ დახმარებას და მათთვის ახალსახლებსაც ძებნიან. ისინი ასევე აწარმოებენ საგანმანათლებლო კამპანიებს შინაური ცხოველების პასუხისმგებლობით, მფლობელობისა და თავშესაფრებიდან შვილად აყვანის მნიშვნელობის შესახებ. და თუ იკითხავთ, თუ რამდენი ხანი დასჭირდა ავსტრიას ამგვარი გარემოს შესაქმნელად, გეტყვით, რომ ეს პოლიტიკა დაახლოებით 1970 წლიდან არის გატარებული და დაახლოებით 30-40 წლის შემდეგ სასურველი შედეგი მიღწეულია. რადგან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები კიდევ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია, მაგრამ თუ კი ავსტრიაში ჩახვალთ, კონტრასტ ძალიან მარტივად იგრძნობთ. და თქვენ რომელი ქვეყანა დაგამოსდათ მიუსაფარ ცხოველთა სიმცირით? დაგვიწერეთ კომენტარებში.